რა არის კარტა პოლაკა? ეს არის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ადამიანის კავშირს პოლონურ ერთან. ეს არ არის პასპორტი, არც მოქალაქეობა, მაგრამ პოლონეთში ბევრ უფლებას გაძლევს. კარტა პოლაკას მფლობელს შეუძლია მიიღოს ვიზა პოლონეთში, ლეგალურად იმუშაოს სამუშაო ნებართვის გარეშე, ისწავლოს პოლონეთში მოქალაქეებთან თანაბარი პირობებით, ისარგებლოს შეღავათებით საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, მუზეუმებსა და მატარებელზე, უფრო მარტივად მიიღოს ბინადრობა, ხოლო შემდეგ სულ რაღაც 1-დან 2 წლამდე პერიოდის ვადაში პოლონეთის მოქალაქეობა, კი პოლონური პასპორტი. სტატუსის მიღებისთვის საჭიროა პოლონეთის კონსულთან გასაუბრების გავლა, რომლის ფარგლებში კონსული სვავს კითხვებს პოლონეთის ისტორიასთან დაკავშირებით. გასაუბრება მიმდინარეობს პოლონურ ენაზე, შესაბამისად ენის ფლობა სალაპარაკო დონეზე აუცილებელია. მაგრამ სანამ გაიქეცი პოლონური სასწავლად, არის ერთი ნიუანსი. კარტა პოლაკას მიღება შეუძლია მხოლოდ მათ, ვისაც აქვს პოლონური ფესვები. და რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს, 1/4-ით ვარ პოლონელი.